ძალიან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე უწევთ მათ შორის გმირულად დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს ლაპარაკი იმის ნაცვლად რომ ჩვენგან ყველასგან მადლობას ისმენდნენ ძალიან ხშირად უწევთ ისეთი განცხადებების მოსმენა რომელიც თია წულუკიანისგან მოვისმინეთ და გურამ ახსენა ამას დაამატა კობახიძემ ჩვენ არ გვჭირდება ახალი გმირების გაჩენა ჩვენ გვჭირდება გმირები რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში არამედ იმით რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე. აი რასთან გვაქვს საერთოდ საქმე? კი ბატონო, მოგესალმებით. ახლა ამ გმირების არც ოჯახის წევრებს და არც თავად მათ ბუნებრივია არავისთან არაფრის მტკიცება არ უწევთ ამ ადამიანების ძვლებზე დგას საქართველოს, რომელიც ჩვენამდე არის მოტანილი, ჩვენ თანამედროვე გმირებიც ყავს, ხო? ჩვენ ადრე ბავშვობაში გვასწავლიდნენ სადღაც იქ, ხო, ძველ საუკუნეების ამ ქართულ გმირობას და აი ჩვენ ყავს ჩვენი თანამედროვე გმირები, ჩვენზე ასაკით უმცროსი გმირებიც, ხო? და ამიტომ მათ კი არ უწევთ არაფრის მტკიცება. უბრალოდ ისეთი რაღაცები ინგრევა, რასაც შემდგომ ვერ ავაშენებთ. ახლა ადვილია ჩაის მაგიდიდან საუბარი რაღაცეებზე, ხო, ან თქვა რაღაც სუფრაზე კარგი სადღეგრძელოს თქმა. ხვალ ვინმე იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოს ომი ისევ არ მოუწევს, კარგი ის იმ ხელისუფლებამ დაიწყო. ბუნებრივია არავინ არ ეთანხმება რომ ხელისუფლება ომს ყოველთვის პოლიტიკოსები იწყებენ ჯარს აასოს ომი არ დაუწყია, მაგრამ ხვალ რომ სამშობლოს დაჭირდეს ჩვენ ჯარისკაცები როგორ უნდა წავიყვანოთ ომში, უნდა უთხრათ რომ ეს არ არის სწორი, საქართველოს არ ჭირდება. უაზროდ გაწირავთ თავს, ასე უნდა უთხრათ რომ ეს არ შეიძლება უბრალოდ ისეთი რაღაცები ინგრევა. სახელმწიფოს ცხოვრება არის რაღაც ციკლებისგან შედგება, ხო და ომი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ დროს და ომის დროს სამხედრო საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი ემსახურება იმ სამხედრო საქმეს. ჩვენსა და პოლიციას შორის რომ დღეს ეს უფსკრული ღრმავდება. ხვალ რომ მტერი შემოიჭრას საქართველოში და არ გვებრძვის ეს ჩრდილოეთი ეს ოხერი და არ ველოდებით რუსეთიდან საფრთხე. უცხო ძალა თქვა, გოდის სადღაციდან ხო შეიძლება ვინმე შემოიჭრას კავკასიაში არასდროს რო დალაგებული არ ყოფილა. ეს პოლიცია მაშინ ქუჩაში რუსთაველზე გოგოებს და ბიჭებს კი არ ათრევს თმებით. მაშინ საბრძოლო ამოცანას ასრულებს გარკვეულს დამხმარეს გასაგებია რომ არ არიან მომზადებული ქალაქის აღებისთვის და ასე შემდეგ და მაშინ ეს პოლიციელები აი იმ გოგოების და ბიჭების დედებმა უნდა შეიფარონ, დამალონ, შენიღბონ, საკვები მიუტანონ და ასე შემდეგ. ამ ხელა უფსრული რომ არის დღეს პოლიციას და ესე იგი მოსახლეობას შორის, მოქალაქეებს შორის ამის აღდგენას ხო ზოგჯერ წლები ჭირდება და ზოგიერთ წლების თავისთავად კი არაფერს არ კურნავს. აი 9 აპრილის დარი ტრაგიკული მოვლენები ჭირდება. თქვენ ახალგაზრდები ხართ და ახლა ის პერიოდი არ გემახსოვრებათ, მაგრამ აი იმ დისკრედიტირებულ საბჭოთა მილიციას 9 აპრილის გმირობა დაჭირდა იმისთვის, რომ ადამიანებში ისევ ჩასახულიყო რაღაც მათთან ურთიერთობა და მერე პატრული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მთელი რაღაცა ხო საინფორმაციო საკითხები. აი ეს ინგრევა, გესმით და ეს ინსტიტუტები ერთ დღეში არ შენდება, იმიტომ რომ ის მხედრული სული, რომელიც სამხედროებაზე, რომელიც რომელაშვილებმა, აი ძმებმა ის მამა რომელაშვილების მამა იყო, ხო, ორი ტანკისტი, ორი ძმა არ გამოვიდნენ იქიდან, ანწუხელიძე კარი კიდე ხა ესე იგი გზირიშვილი გვარებს აღარ ჩამოვთვლი ყველასას უბრალოდ ვინც აი ესე პირდაპირ ენაზე ვინც მომდის თორე ყველას თანაბარი გმირობა აქ გაკეთებულ და რატო აფხაზეთის ომში არა აფხაზეთის ომში ამდენი იყო ხო ჩვენი გმირი ესენი რაღაცნაირად აი ამათზე მოვიდა ეს საქართველო ამათმა მოიტანეს და ამიტომ მე ძალიან გული მწყდება რომ აი ამასთან დაკავშირებით თავის მართლება კი არა ელემენტარული გამოხმაურება რომ გვიწევს უკვე ტრაგედია არ უნდა იყოს საერთოდ ეს სასაუბრო ეს ყველაფერი პოლიტიკურ მიზანს ეწირება და სინამდვილეში ამით სარგებლობს რუსეთი, იმიტომ რომ გაცხადებული შენი მტერი არის რუსეთი და რუსეთი რომელიც აი ამ რაღაც სინამდვილეში აკეთებს რას ანგრევს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც შენ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ. აი ეს ნგრევა თქვენ რაზეც საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, ეს არის თქვათ პოლიტიკური შურისძიება არის მთავარი მოტივი ამის თუ რაღაც უფრო ღრმა მიზანი აქვს რუსეთის ვახსენეთ აქ და არ აყოვნებენ ხოლმე გამოხმაურებებს. ერთია რომ თქვათ ამჟამინდელი ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს წინა ხელისუფლება დაადანაშაულოს და ამით ქვეყანას ჩრდილს აყენებს ხადია ომის დაწყებაში როცა ადანაშაულებს, მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებით შეიძლება შემოიფარგლებოდეს და რამე სხვა მიზანი არ ქონდეს ამას? ახლა სტუდიაში
3-4 ადამიანი ვართ ხო ხილულ მხარეს უკან კიდე სხვა აქტორებიც არიან ხო ვის გარეშეც ეს გადაცემა არ იქნებოდა ხო ყველას ჩვენი ინტერესი გვაქვს ხო ვიღაცას იქ პოლიტიკური ინტერესი აქვს ის ვინც გაცხადებულად რუსული ძალა თუნდაც მართლ პარტიაში მან იცის ან არ იცის რას აკეთებს უბრალოდ რაღაც ტაქტიკურ სვლებს აკეთებენ რუსეთის სინამდვილეში აკეთებს იმას ამ კომისიით და ამ ყველაფრით რომ ამტკიცებს რომ ზოგადად რუსეთი კი არ იწყებს ომებს არამედ დასავლეთის აგენტურული მთავრობა აი ეს ფაშისტური რაღაც ხელისუფლებების საქართველოში უკრაინაში და ასე შემდეგ ხელით ყველგან ებრძვის რუსეთს და ამას ეწირებიან აი ესეთი ნუ გამოთქმას გამო საჯიშე ბიჭები ხო თქვა უბრალო მოქალაქეს ეს მოქმედებს რომ აი ვიღაცის გაუცნობიერებელმა მოქმედებამ თქვა გამოიწვია ის რომ ანწუხელიძისნაირი ვაშკაცი დაიკარგა რომელაშვილებისნაირი ვაშკაცები დაიღუპნენ ხო თქვა დაიკარგა გულისხმობ ანუ ერის გამრავლების პოტენციალს და ეს კლიშეა ზუსტად ხო ჩვენ გვჭირდება შრომის ფრონტზე ადამიანები რა თქმა უნდა გვჭირდება მაგრამ თუ არ შეაჩერებ მტერს როკის გვირაბთან მაშინ მტერი მოვა გორთან დიღომთან თქვა აზიანთან და სხვაგან და ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკური გადაწყვეტილება სად უნდა დახვდე მტერს განა არ შეიძლება შესაძლოა მსჯელობა სწორი იყო გადაწყვეტილება რომ მტერი როკთან შეგვეჩერებინა და არა მაგალითად მცხეთასთან პირობითად ვამბობ ხა სამხედრო თვალსაზრისით იცისრულებას ვამბობ მაგრამ არ თვლი რომ მცხეთასთან უნდა შეგვეჩერებინა პირობითად რომ მივხვეთ ქართული ოცნების პროპაგანდას ლოგიკას რომ მივხვეთ მაგრამ ეს სატელევიზიო ეთერში გასარჩევია ან როგორ უნდა გაარჩიოს არა რამდენი წლის მერეც უნდა იყოს სამხედროება შეიძლება გაარჩიონ და თქვან რომ როკთან არ უნდა დაერტყა რომელიღაც გენერალმა არასწორად არა ეს ისედაც ითვალისწინებს ამას ყველა პროტოკოლი რომ სამხედროები ამას ისედაც არჩევენ. ვატერლოოში ერთმა გენერალმა დაღუპა ნაპოლეონი, თორე ატრიალებდა ყველაფერს, ხო? ახლა ამიტომ მე რის თქმა მინდა და თანაც იმ კომისიას რა კომპეტენცია აქვს ეს რო გაარჩიოს, რომელია ახლა გნება მაიორის დონემდე მაინც რომელია მისული, ან 20 მეთაურის კურსი მაინც რომელსა აქვს გავლილი, ხო? ახლა ეს ხო არა, ეს დამამცირებელი კი არ არის, კაცო, მეც არ მაქვს სამხედრო კლასიკური. 13 წელია, როდესაც ძალაუფლება გაქვს და ეს საკითხი გულშემატკივრის პოზიციიდან გაღელვებს, შეიძლება 13 წელს თავზე არ ქნა და კნაბინური უწევს. გვებრძოდა მტერი შევაჩერეთ იმდენი ხანი, რამდენი ხანი შევძელით, უნდა დამსხდარიყვნენ სამხედროები და ვიცი რომ ასეთი დასხდომაც იყო და ასეთი და გაეანალიზებინათ რა ვერ გავაკეთეთ სწორად, აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე თუ ხმელეთსაწინააღმდეგო ნაღმებზე უტრირებულად ვამბობ და ამის მიხედვით შემდგომ ეს უნდა შეიტანო გეგმებში, სტრატეგიებში, თავდაცვის განვითარების კონცეფციებში და პარტნიორებთან ახლო ურთიერთობაში და ახლა ჩვენ ვამბობთ რომ პარტნიორობა დაგვაწყენებს რომ რუსეთი უფრო დიდ საქმეს აკეთებს. პირდაპირ ეთერში ჩვენი ისევ სახელმწიფოებრივი ინტერესების დისკრედიტება მოხდა მიზანმიმართულად როგორც ემზარკვიციანმა თქვა სათავეში მდედრობითი სტალინი უდგა სამ ყველაფერს და ერთ-ერთ მიზეზად ხო შედეგი რაზეც უნდა გავიდეს მე ვხედავ ჯარის ბოლომდე დემოტივირებას ხო წარმოუდგენელი სხვანაირად იყოს იმიტომ რომ როცა ჩვენს მართლა ეროვნულ გმირს უწოდებ უაზროდ გაწიროს ვიღაცის პიარისთვის რა კონტექსტიც არ უნდა კონდეს ამას ნუ ეს ხო ჯარისთვის გზავნილია რომ არ იბრძოლოთ დაყარეთ იარაღი